მიმდინარე დღეს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი გამოიკითხება. გასულ დღეს პროკურატურამ ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორიაც. მისი თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო. იზორია გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მას უსაფრთხოების საბჭო უნდა გამოეყენებინა. ამავე საქმეზე პროკურატურის კითხვებს უპასუხა გასულ დღეს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც. პარტია გახარიას საქართველოსთვის ლიდერის გიორგი ჭანტურიას განცხადებით ხელისუფლება ჩორჩანას საქმეს გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნისთვის იყენებს. პარტიაში ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ საქმეები კიდევ აღიძრება, რადგან ხელისუფლების მიზანი გახარიას პოლიტიკური განეიტრალებაა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ გახარია ჩორჩანას საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისგან თავის დაღწევას ცდილობს. ჩორჩანას кейსი, ხო, ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით გიორგი გახარიას პოლიტიკურად დევნის მცდელობა და განეიტრალების, მაგრამ ჩორჩანას кейსიდან გამომდინარე საბოლოო ჯამში განეიტრალებული ვინ გამოვიდა ქართულმა მოსახლეობამ კარგად ნახა. ეხლა ფაქტი არის ერთი, რომ ეს message box-ი ადამიანები, რომლებიც პროკურატურაში მიდიან და ჩვენებს აძლევენ ერთ ოთახშია დაწერილი, იმიტომ რომ შეუძლებელია ხა ყველა ადამიანი გამოდიოდეს და თავდაცვის მინისტრიდან დაწყებული ყოფილი სუსის უფროსს ლაპარაკობდეს, რომ ეს ყველაფერი ტელევიზორიდან გაიგეს და გასაგებია, რომ თუნდაც ეს ადამიანები ერთ ოთახში ისთან და ერთ ტელევიზორიდან ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს. რა მდგომარეობაში არის სახელმწიფო ერთი წუთით რომ დავიჯეროთ, რომ მათ არ იცოდნენ სუსის უფროსმა და თავდაცვის მინისტრმა არ იცოდნენ, რომ საგუშაგოს დგამ და შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოიდგინეთ ეს ხალხი მელაპარაკება მე ეფექტურ ხელისუფლებაზე. ეს ხო სირცხვილია, ეს ერთი, მეორე. მარტივი საკითხი არის ჩემთვის ძალიან ისიც, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ ხელისუფლება რო შეიცვალოს ამ ხალხს იმას რა ქვია, ფურცელს და კალამს ვინმე გააგდებინებს ხელიდან, ხელისუფლებიდან არ წასულან და რას კადრულობენ ერთმანეთის მიმართ. ჩვენებას აძლევენ. ეს რა უბედურება არის? და რაში მდგომარეობს. მე საერთოდ არ შევდივარ დეტალების განხილვაში, უბრალოდ მათ მონაყოლს ვისმენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ზოლთან დგამს საგუშაგოს და ამას სრული სერიოზულობით მიმტკიცებს სუსის და თავდაცვის ყოფილი მინისტრები, რომ ჩვენ ეს არ ვიცოდით. ეს ქმედება, გადაწყვეტილება და ქმედება მიღებული როგორც იკვეთება, მიღებული იქნა ერთპიროვნულად, შეუთანხმებლად. არადა ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება გარკვეულწილად და დანარჩენს უფრო კონკრეტულად შეფასებას თუ რასთან ქონდა საქმე გამოძიება გვეტყვის, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტი, ბევრი იმდროინდელი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც სულ მცირე გადაწყვეტილების მიღებით თუ არა, გადაწყვეტილების ასე ვთქვათ, გამზიარებელი უნდა ყოფილიყო, საერთოდ საქმის ხურში არის. პარტია ანადოლიძე ხალხისთვის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა ანადოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა. დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებს მსხვერპლ შეწირვა უწოდა და განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა გაუმართლებელია. მისივე თქმით, ხალხმა ძალიან კარგად იცის სად არის სამართალი და სად უსამართლობა. პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, რომ შეიქმნა სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მან ნორმალურად ჩაატარა არჩევნები. აქეთა მხარეს ვართ უწრფელი, მებრძოლი, შეურიგებელი ხალხი, მაგრამ მეორე მხარეს არის ჩაგვრა, რეპრესია და სასამართლო კლანი, რომელიც ამართლებს ამას ყველაფერს. ამ პირობებში არ მგონია გამართლებულად საკუთარი მომხრეებისა და ამომრჩევლების გაყვანა ამ მსხვერპლ შეწირვას. ოპოზიციაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კვლავ უთანხმოება ამ დროისთვის არჩევნებში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას გეგმავენ პარტიები ლელოძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავაც ბოიკოტში რჩება. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩიც.
იაკობ ხვიჩიას განცხადებით, წინასაარჩევნოდ პარტიების გაერთიანება ეგზოტიკური წარმონაქმნია, თუმცა ამ გაერთიანებას საერთო ღირებულება არ გააჩნია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან სანიკიძის განცხადებით, არჩევნები ივანიშვილის რუსული სპეცოპერაცია და ამ პროცესების მთავარი მიზანი ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის შენარჩუნებაა. ქართული ოცნების წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაშია. მისივე თქმით, თუ პარტიებს საკუთარი სტატუსის შენარჩუნება სურთ, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. გალილეო მე მგონი შესანიშნავი ეგზოტიკური პოლიტიკური წარმონაქმნია, რომელსაც რა უნდა თვითონ არ იცის, რაშია გაერთიანებული თვითონ არ იცის, როდის არის ცალკე და როდის ვიღაცასთან ერთად კოალიციაში ვერ ერკვევა. თუმცა ასეთია სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური ველი ადგილობრივი მმართველობის არჩევნებისთვის. და მე მოსახლეობას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს რამდენად ღირს იგივე ხალხზე ხმების მიცემა, რომელთაც ასე გაანიავეს წინ არჩევნებზე მიცემული ხმები, ხმა არ დაეკარგოს კვირილით. 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილის მორიგი რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის რაღაცა შირმის შექმნა. ეს არის ერთადერთი მიზანი, რის გამოც ტარდება და ეს ლეგიტიმაცია არ ემსახურება მხოლოდ რაღაცა თვითმმართველი ქალაქების მერების და საკრებულოების დაკომპლექტებად, არამედ დაკავშირებულია იმასთან, რომ იქნებ რამენაირად მათმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, მთავრობამ, ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა მიიღოს მცირეოდენი ლეგიტიმაცია მაინც. სავალალო მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება ოპოზიცია არის მათი შემოქმედების შედეგი. ქართული ოცნების პროექტია წვლილი აქ მინიმალურიც კი არ არის. იმიტომ ისინი არ დაყვენ ქართველი ხალხის ნებას, დაყვენ უცხოელი მრჩევლების ნებას. არ შემოვიდნენ პარლამენტში, უარი განაცხადეს საქართველოს კონსტიტუციაზე, კანონებზე, ყველაფერზე და მიიღეს ის, რაც მიიღეს. დღეს ეხლა ამ უნდა სულად გამარგინავდეთ, ან ის ცდელობა მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ არჩევნებში მიიღოს რაღაცა ნაწილმა მაინც მონაწილეობა, რომ თავიანთი პარტიების სულებით არ დაკარგონ. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ერთი თვე აქვს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროპის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, შესაძლოა მოქალაქეებს ევროპაში შესასვლელად ვიზები დასჭირდეთ. პარტია გირჩის ლიდერის იაკობ ხვიჩიას განცხადებით მიაჩნია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლება დაკარგოს. ამასთან ხვიჩია იმედს იტოვებს, რომ მმართველი გუნდი აღნიშნულ გეგმას ვერ განახორციელებს. ქართული ოცნების წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპა საქართველოს აშანტაჟებს. ამასთან ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც დასავლეთი საპარლამენტო არჩევნების პროცესში უხეშად ჩაერია და სასურველი შედეგები ვერ მიიღო. ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. რამოდენიმე ქვეყანა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, ბევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა და სხვა პოზიცია დააფიქსირა, ანუ დიალოგისკენ მიმართული პოზიცია. აქ სწორედ ამაში არის პრობლემა, რომ ევრობიუროკრატიის იმ ნაწილს, რომელიც უხეშად ერეოდა საქართველოს საარჩევნო არჩევნებში, მათი მიზანი იყო არა არჩევნების დემოკრატიულობის და არჩევნების შედეგები, მათთვის მიზანი იყო მათთვის სასურველი შედეგი. როცა ეს მათთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა, მის მერე დაიწყო სწორედ ახალი შანტაჟის ტალღა. ნუ როგორც ჩანს, ყველაფერი რეალურია სამწუხაროდ და ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ამის ნაცვლად პირიქით ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მოხდეს. თითქოს ჯინაზე არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებსაც რაღაცნაირად უნდათ, რომ ეს ამბავი ხალხზე არ გადაიტანა. თუმცა ამის მიუხედავად, მე არ გულშემატკივრობ ამ პროცესს და პირიქით გულშემატკივრობ იმას, რომ ქართულ ოცნებას რაღაცნაირად არ გამოუვიდეს ის, რასაც აკეთებს გულგრილობით, თუ წაქეზებით თუ არ ვიცი რითი, საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა საბოლოო ჯამში. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები,
რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დაკავებულია უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე, მათ შორის არიან იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანისა და ინდოეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდნენ. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით კი შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა. მოლაპარაკებების ძირითადი თემა ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება იყო. უკრაინამ რუსეთს დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა. კერძოდ, უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა რუსეთს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზა. რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინამ ასევე მზაობა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეჩერებასთან დაკავშირებითაც. მისივე თქმით, მხარეებმა ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გაცვლის შემდგომი ნაბიჯებიც განიხილეს. უმეროვმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე დათანხმდა იმ ხალხის დაბრუნებაზეც, რომლებიც ტყვეობაში 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან. უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მე-9 ეტაპი შედგა. უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მძიმედ დაავადებული და დაჭრილი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ. მისივე ინფორმაციით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ საერთო ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება შეძლო. რუსეთში გაუჩინარებული ან 24 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის დამსხვრევები აღმოჩენილია. ამურის ოლქის სამოქალაქო თავდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ან 24 ტიპის თვითმფრინავის დამსხვრევები ტინდადან 16 კილომეტრში მთის ფერდობზე იპოვეს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით ამურის რეგიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია. თვითმფრინავის ბორტზე 53 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.